თარგმანება იმათეს სახარებისაი თავია. სიტყვა იესე, მაშინ მოუხდა იესუს პეტრე და hrქვა, უფალო რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან და მიუტეო მას. ვიდრე 7 გზისამდეა. hrქვა მას იესუ, არა გეტყვი შენ ვიდრე 7 გზისამდე, არამედ ვიდრე 30 ჯერ 7 გზის 18, 21, 22. გონებდა პეტრე, თუ დიდი რაიმე თქვა 7 გზის მიტევებაი და ეტყვის ვითარმეთ, უფალო ესე რომელი გვიბრძანე ქმნად რაოდენგზის ვქმნა. უკვე თუ ყოვლადვე ცოდვიდეს ძმა იგი და ყოვლადვე ვამხილებდ და მოვიდოდი სინანულად, რაოდენგზის გვიბრძანებ, რაითა თავს ვიდებდეთ მისსა. რამე თუ მისთვის რომელი უნანელად ეგოს და არცა ძმისაი ეს მოდის, არცა წინამძღვრისაი, განგიწესებიეს რა ჟამს თქვ ვითარმეთ, იყავ შენ და ვითარცა მეზუერე და წარმართი. ხოლო რომელი მოვიდოდი სინანულად და ითხოვდეს შენდობასა, მისთვის არა განაწესე, თუ რაოდენგზის თანამაც თავსდება იცთომისა მისისაი, ვამხილებდე რაი და ინანდეს და კვალად ცოდვიდეს. ესე ვითარცა მას ვიდრე 7 გზისადმე მიუტეო აცთომაი. ისმინეთ უკვე თუ რაი მიუგო ქრისტემან, კაცთ მოყვარემან, მან და სახიერმან და მრავალმოწყალემან ღმერთმან ჩვენმან. არა გეტყვი შენ ვიდრე 7 გზისამდე, არამედ 30 ჯერ 7 გზის. არა თუ რიცხვი განაწესა აქა, არამედ ურიცხვი და სამარადისოი საქმე მოასწავა. რამე თუ ვითარცა ოდეს თქვას ვინ თუ ბევრეულ გზის სიმრავლესა მოასწავებს და რომელი იგი წერილ არს ვითარმეთ, ბერდსა მას ესხნე 7 შვილ, პირველი მეფეთა 2, 5 ფრიადსა მას სიმრავლესა მოასწავებს შვილთა ბერდს ყოფილისა მის ეკლესიისათან. ეგრეთვე აქა თქვა რაი თუ 30 ჯერ 7 გზის არ არიცხუსა შინა შეაწყვდია მიტევება იცთომათა იმოყუსისათა, არამედ სამარადისოი და აურაცხელი საქმე განაწესა და ესე ვითარი ესე მცნება იგავითა ამით შემდგომად თქუმულითა დაამტკიცა. და რაითა ვერ ვინ თქვას თუ მძიმე არს მცნება ესე 30 ჯერ 7 გზის მიტევება იცთომათა მოყუსისათა, ამისთვის შესწინა იგავი იგი, რაითა სიტყვა ითვისი და ამტკიცოს და გულისხმა გვიყოს. ვითარმე და არა გვიხავს ამასზე და ზუაობაი და ფრიად არა ძნელ არს საქმე ესე, არამედ ადვილ. ამისთვისთვის იგი კაცთ მოყვარებაი შორის შემოიღო, რაითა მსგავსებითა მიცსნა, ვითარმეთ რაღაცა თუ 30 ჯერ 7 გზის მიუტევნეთ თომანი მოყუსისანი, რაღაცა თუ მარადღე ურიცხუ ჯერ ამას იქ მოდი. ვითარცა წვეთი ერთი ურიცხუთა მათ თანაც ყალთა ზღვისათა მცირე არს და არა რაი, ესოდენ და ფრიად ამისა უმეტესად ნაკრულევან არს და მცირე შენი ეგე სახიერებაი აურაცხელსა მასთან ღმრთისა მოწყალებასა, რომელი იგი დიდად სახმარარს შენდა. რა ჟამს იგი სიტყვაი მიგეხადებოდის თანანადებთა შენთაი. ისმინე უკვე სიტყვაი იგავისა იმის საკვირველისაი. სახარებაი, ამისთვის ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყვისა განგებაი მონათა თვისთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაი. და ვითარ არარაი აქუნდა მას, რაიმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსკიდად ცოლისა მისისაი და შვილთა მისთაი და რაიცა აქუნდა მას, და გარდახტად იგი. და ვარდა მონა იგი, თაყვანის სცემდა მას და ეტყოდა, სულ გრძელი იქმინ ჩემზედა და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონა იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა მას 18, 23, 27 და შემდგომი ამისი. რამე თუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთ მოყვარებისა პოამან მოყვასი, რომლისა თანაედვა მას 100 დრახკანი, შეაშთობდა მას და ამისთვის შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ, ვიდრემდე ყოველი გარდაიხადოს. თარგმანი იხილეა რაიზომი განყოფილებაი არს კაცისა მიმართ შეცოდებასა შორის და ღმრთისა განრისხებასა.
რაოდენი არს შორის ბევრისა შანთისა და ასისა დრაჰკნისა და ფრიადსა უმეტესად. ხოლო ესე იქნების განყოფილებისაგან საპირთაისა და ზედაობისაგან ცოდვათაისა, რამე თუ კაცნი თუ გუხედვიდან, ვერიდებით და გურცხვენის ქმნად ცოდვისა, ხოლო ღმერთი მარადის გუხედავს და არა გუეშინის. არამედ ურიდად ვიქმთ და ვიტყვით და ვიგონებთ ყოველსა ბოროტსა და არა ესე ხოლო, არამედ პატივისა მისთვისსა და ქველის მოქმედებისა, რომელიღო ღმერთმან ჩვენზე და მძიმე იქნებიან ცოდვანი ჩვენი. და უკვე თუ გუნებავს ცნობად, თუ ვითარ ბევრი შანთი არს და უმეტესსა ცოდვათა ჩვენთა სიმრავლე, მცირედ რაიმე გამოჩინებად ხელყო, გარნა მეშინის, ნუ უკვე უდებთა და ცოდვის მოყვარეთა უმეტესისა უდებებისა მიზეზს ვცე. გინა თუ მოსწრაფენი უმეტესსა შთავს თხინე ზრუნვასა და თქვან სიტყვა იგი მოციქულთაი. ვის ხელეციფების ცხოვრებად, მათე 19:25, ლუკა 18:26 გარნა ყოველსავე ზედა ვთქვა, რაითა უმეტესად განვეკრძალნეთ. ვიხილოთ რა ის სიმრავლე ცოდვათა ჩვენთაი და ვცნათ ძალი იგი სინანულისაი. ხოლო ვთქუნე და გამოვაჩინე ცოდვანი არა კაცადისანი, არამედ ზოგადნი ყოველთანი, ხოლო კაცადისაი თითოეულისა გონებამან გამოსახენ. გარნა პირველად ჯერ არს თქუმად ქველის მოქმედებათა ღმრთისათაი, რაბამნი არიან და რაოდენი, არა არსისაგან არსად მოგუყვანა და ხილულნი ესე ყოველნივე ჩვენთვის დაჰბადნა. ცაი და ქვეყანაი და ზღვაი, ჰაერნი და ცხოელნი, ნერგნი და მცენარენი და სხვანი იგია ურაცხელნი საქმენი, სული ცხოელი მოგუცა ჩვენ, უაღრესი ყოველთავე მყოფთა ქვეყანასა ზედა, 60 და ასხა ჩვენთვის, უფლად ყოველთა პირუტყუთა, თევსთა და მფრინველთა დაგვადგინა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოს ან გუყნა. ამისა შემდგომად უმადლო ვიპოენით და გარდამავალ მცნებისა მისისა და 60-ით გამოვისხენით, არამედ არავე უბულებელს გუყნა, რამე თუ მხოლოდ შობილი ძეთვისი მოავლინა მოძიებად წარწმედულთა ამათ, რომელმანცა ჩვენთვის ჯვარცუმაი და სიკვდილი თავს იდვა. და ცანი განმიხუნა ჩვენ და შვილღმრთისა გუყნა მტერყოფილნი ესე და განდგომილნი და მკვიდრყოფაი 60-ისაი მოგუანიჭა და სასუფეველისა მოქალაქედ გამოგვაჩინა. ამისთვის სამართალ არს ღაღადებაი, ჰოი სიღრმესა მას სიმდიდრისა, სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისასა. მოგუცა ჩვენ ნათლისღებაიცა მოსატევებელად ცოდვათა და გამოსახსნელად სატანჯველთაგან და სამკვიდრებელად სასუფეველისა და ბევრეულნი იგი კეთილნი აღგვითქუნა და სულიწმიდაი მოჰფინა გულთა ჩვენთა. ესე ვითართა უკვე და ესოდენთა ქველის მოქმედებათა მისთაზე და ვითარ მეჯერ იყო ყოფაი ჩვენი. რაღაცა თუ მარადღე მოსწყდებოდეთ მისთვის, გარდამცა ვიხადეთა ღირსებით თანანადები იგი. ნუ იყოფინ. ვერცა თუ 1000-ისა ნაწილისა ძალგვედვა გარდახტათ. ხოლოაც ვიხილოთღა ვითარ ვიქცევით, ანუ ვითარი მოქალაქობა იგვიპყრიეს, დღითი დღემცნებათა და ბრძანებათა მისთა შეურაცხყოფთ და რომელი მისთა საძულელ არს, მას აღვასრულებთ. და რომელი ვთქვა პირველად, გინა თუ მეფენი ვახსენე, გინა თუ მთავარნი, გინა თუ აზნაურნი, გინა თუ მონანი, გინა თუ ვაჭარნი, გინა თუ მხედარნი, გინა თუ გლეხნი, გინა თუ მამანი, გინა თუ დედანი, გინა თუ ბერნი, გინა თუ ჭაბუკნი, ყოველნივე იპოვნენ გარდამავალ მცნებათა ქრისტესთა და ბევრეულისა თანანადებისა თანამდებ. ისმინენით ხამცნებანი ქრისტესნი და სნად სიტყვათა ჩემთა ჭეშმარიტებაი, რომელმან ხრქვასო ძმასათვისა, ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა, ერთი ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქუმად მას, მუნმე იმრუშა მის თანა გულსათვისა. ორი რომელმან გცეს ყური მალსა მიუპყარ მას ერთ კერძოიცა. და რომელსა უნდეს კვართი შენი მიღებად მიუტევე მას სამოსელიცა. და რომელიც არ გიქცევდეს 1,000,000 მივლე მის თანა ორიცა, სამი გიყვარდეთ მტერნი თქვენი, აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა.
მათე 5:44 კვალად იტყვის, უკვე თუ არა იქმნეთ ვითარცა საყრმანი ჩჩვილნი, მშვიდამ დაბალ და უმანკო ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. შეადარე მათე 18:3-19. ესე ვითარნი არიან მცნებანი მისნი და სხვანი მრავალნი. ხოლოაც ჩვენ ვიხილოთ, უკვე თუ არა ცხოვრება ჩვენი წინააღმდგომ ბრძანებათა მისთა არსა, რომელსაც ცოდვასა არა წარმდებებით ავასრულებთ. არა დღითი დღე ძვირის ზრახვათა შინავართა, შესმენათა მოყუსისათა, გინებათა და შეურაცხებათა, მტაცებელ ვითარცა მგელნი, შებღალულ ყოვლითავე ცოდვითა, მოშურნე, მზუაობარ, ანგარცილის მწამებელ, მაჩვენებელ, კაცთმოთნე, უხუცესთა მიმართ მზაკუარ, უდარესთა მიმართ მხეცთა უმძვინვარეს, მონა მუცლისა და საფასეთა და დიდებისა წარმავალისა, მოკიცხარ, მოცინარ, მრავლისმეტყველ, სიტყვათა ხენეშთა მეძიებელ, ნაკროან, მომთვალე, ცილისმეტყველ, შემსჭვალულ მიწისაგანთა მათთა წარმავალთა საქმეთა. ესე არიან ზოგადნი ყოველთა საქმენი, ხოლო დაფარულნი და ძნელოვანი კაცადისანი თითოეულსა გონებამან მისმან ამხილოს. ესე ყოველნი და ამისაფრიად უმრავლესნი ბრალნი ჩვენი არიან ბევრი იგი შანთი, რომლისათვის სიტყვის მიცემა ითანაგვაც, გარნა ყოვლადვე ვერ შემძლებელ ვართ. ამისთვის სახიერმან და მრავალმოწყალემან ღმერთმან აურაცხელთა მიერ ქველის მოქმედებათა მისთა ზედა მოგუცა, ესეცა ადვილი გზაი და სუბუქი, ესე იგი არს ძვირუხსენებელობაი, რაითა მიუტევნეთ წადიერად ყოველნივე ცთომანი მოყუსისანი და ესრეთ ვპოვოთ ჩვენ მოტევებაი ურიცხუთა მათ ცოდვათა ჩვენთაი. რამე თუ რაოდენიცა იყოს შეცოდებაი მოყუსისაი, ჩვენთა მათხოვნთისა მიმართ ცოდვათა თანამცირე არს და არარაი. და კვალადცა უკვე აღმოვიკითხოთ იგავი ესე წინამდებარე, რომელი ამის ჯერისათვის წარმოთქვა უფალმან ჩვენმან იესუ ქრისტემან. წახ არებაი და წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაიო. და ვითარ არაი აქუნდა მას, რაიმცა მისცა უბრძანა უფალმან მისმან განსკიდა იცოლისა მისისაი და შვილთა მისთაი და რაიცა აქუნდა მას, და გარდახტად იგი 18, 24, 25. თარგმანი ყოვლით კერძო საშინელ ყოფს იგავსა მას. ხოლო რაისათვის მეუფე იგი ბრძანებს ცოლისა და შვილთა განსკიდად, რამე თუ იგინიცა მონანი მისნი იყვნეს, და მისა მივიდოდა დაჭირვებაი. არა თუ უწყალოებისაგან ბრძანა ესე, არამედ ფრიადისა სახიერებისაგან, რამე თუ ენება შეშინებად მისა, რაითა მოვიდეს ვედრებად მისა და მიანიჭოს მას წყალობაი. ხოლო რაისათვის პირველ სიტყვის განგებისა არ აქმნა ესე. ამისთვის რაითა უჩვენოს მას, თუ რაოდენთა თანანადებთაგან განათავისუფლა იგი და ამით სახითა ექმნას იგიცა მოყვასათვისა მოწყალე. ისმინე უკვე შემდგომიცა სიტყვაი სახარებისაი. დავარდაო მონა იგი და თაყვანის სცემდა მას და ეტყოდა, სულ გრძელ იქმინ ჩემზე და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონა იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას 18, 26, 27. იხილია კვალად სახიერებისა ამის გარდამატებულებაი. დროებაი ხოლო ითხოვა და სულგრძელებაი მონამანმან, ხოლო უფალმან უმეტეს თხოვისა მისისა მისცა, შენდობაი და მიტევებაი ყოვლისავე თანანადებისაი, ბევრისა მის შანთისაი. რამე თუ ენება პირველითგანვე ჩვენებად უხვად მინიჭებელობისა მისთვისისა, გარნა არა ენება, რაითა მისი ხოლო იყოს ნიჭი იგი, არამედ რაითა მონისა მისცა ვედრებაი მიზეზე ქმნას სახიერებასა მისცა, რაითა არასრულიად უცხო იყოს კეთილისა მისგან. რამე თუ დაღაცა თუ იგი შეურდა და ევედრა, არამედ ყოველივე საქმე მოწყალებისა მის უფლისა იყო, ვითარცა იტყვის ვითარმეთ, შეეწყალა უფალსა მონა იგი და განუტევა.
გარნა ეგრეთ საენება, რაითა იგიცა ჩნდეს მიზეზმცემელ წყალობისა მის, რაითა არასრულიად ცარიელი ყოს და სირცხვილეულ და რაითათვის ისა მის სახისაგან მოყულსისაცა მიმართ იპოვოს იგი სახიერ. გარნა მონა იგი აქამდე გონიერი პოვა და სათნო, რამე თუ აღიარა თანანადები იგი და აღუთქვა ყოვლისავე მიცემა და შეურდა და ევედრა და აბრალა თავსათვისა და ცნა სიდიდე იგი თანანადებისა იმის. ხოლო შემდგომი ამისი ფრიად უღირს არს და შეუმსგავსებელ პირველისა. რამე თუ განვიდა რაი მიერ მონა იგი, არა შემდგომად მრავლისა ჟამისა, არამედ მუნდქვესვე, ვიდრეღა quelის მოქმედება იგი უფლისაი წინაშე თვალთა მისთა იყო, ბოროტად იხმარა ნიჭი იგი და აზნაურებაი, მეუფისაგან მიცემული მისდა, ვითარცა ესე რა გვაუწყებს მახარებელი და ითქვის. წახარებაი და ვითარცა გამოვიდა მიერ მონა იგი, პოვა ერთი მოყვასითვისი, რომელსაც თანაედვა მისი 100 დრახკანი. შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა, მომეც, რაიცა თანაგაც. შეურდა მოყვასი იგი მისი, ევედრებოდა მას და ეტყოდა, სულ გრძელ იქმინ ჩემზე და მიქცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ უფრო ისხაურებდა მას და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი. იხილეს რაი მოყვასთა მათ მისთა საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მას მათსა ყოველივე იგი, რაიცა იყო. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქვა, მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამე თუ მევედრებოდე მე. არა ჯერ რიყვა შენ დაცა, რაითამცა შეიწყალე მოყვასი იგი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ. და განურისხდა მას უფალი იგი მისი და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა, ვიდრემდე გარდაიხადოს ყოველი იგი თანანადები, 18, 28, 34. თარგმანი, იხილეა სახიერება იგი მეუფისა იმის და გულფი ცხელობა იმონისაი. ისმინეთ ყოველთა, რომელნი უსახურ ხართ და ფიცხელ მოყვასთა მიმართ, რომელნი თანანადებისათვის მცირედისა საფასისა შეაგდებთ საპყრობილედ გლახაკთა. ისმინეთ რა იგი შეემთხვია მონასა მას, რომელმან არა შეიწყალა მოყვასითვისი, არცა მოიხსენა, ვითარმედ იგიცა მათვე სიტყვათა ეტყო და უფალსათვისა და პოა შენდობაი ბევრისა მის შანთისაი, არა შეიგდიმა სიტყვათა მათგან, არა იცნა ნავთსაყუდელი იგი, რომლითა განერა დანთქმისაგან, არა მოიხსენა მოწყალება იგი მეუფისაი, არამედ ყოველივე იგი დაივიწყა ანგახრებისაგან და უწყალოებისა და ძვირის ხსენებისა. ამისთვისცა უძვირეს მხეცისა აშთობდა მოყვასათვისა. რასა იქმ, ჰოი კაცო? არა ხედავა, რამე თუ თავისა შენისა მოსაკლავად ხლესაო მახვილსა და განიახლებ რისხვასა უფლისასა. არა გულისხმახ ყოფა, უბადროკო, რამე თუ შენ ბევრისა შანთისა მიტევებასა ითხოვდი და მოყვასი შენი 100 დრახკნისათვის დროებასა გევედრების. შენ მეუფესა ევედრებოდე და იგი მოყვასსა. გარნა ამას ყოველსა უგულისხმო იყო უბადროკი იგი, ამისთვის მოყვასი იგი შეაგდო საპყრობილედ. იხილეს მოყვასთა მისთა საქმე ესე და შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაიცა იყო. რამე თუ ესე ვითარი იგი უწყალოებაი არა ხოლო თუ ღმერთსა, არამედ კაცთაცა სამძიმაროჩნს და საძაგელ. ამისთვის ელმოდა მათ და აუწყეს უფალსა. ისმინეთ უკვე სიტყვა იგი მეუფისაი, მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამე თუ მევედრებოდე მე. არა ჯერ რიყვა შენ დაცა, რაითამცა შეიწყალე მოყვასი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ. იხილე კვალადსა სახიერება იგი მეუფისაი. განიკითხვის მონისა მის მიმართ და პასუხსა განსცემს, რა ჟამს იხილა, ვითარმედ ჯერ არს ნიჭისა მის უკურღვევაი, რაითა გამოაჩინოს, ვითარმედ მან ქმნა დახსნა იგი შენდობისაი.
ამისთვისცა ოდეს იგი ბევრისა შანთისა თანანადები მისზე და გამოჩნდა, არა უწოდა მას მონად ბოროტად, არც ააგინა, არამედ შეიწყალა, ხოლო ოდეს იპოა იგი მოყუსისა მიმართ უწყალო, მაშინ მონად ბოროტად უწოდა და ეთქვის, მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ. არა ჯერ რიყვა შენ დაცა, რაითამცა შეიწყალე მოყვასი იგი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ. რაღაცა თუმცა მძიმე იყო საქმე იგი, გარნა სარგებელისა შენისათვის და დასამტკიცებელად შენზე და ქმნილისა მის წყალობისა არა გიხმდა შეწყალებად მოყვასი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ. ისმინეთ, ან გახრნო, რამე თუ თქვენ და მომართ არ სიტყვა ესე. ისმინეთ უწყალონო და ძვირის მოხსენენო და გულის ხმა ჰყავთ, ვითარმეთ არა თუ სხვასავის უწყალო და ძვირის მხსენებელ ექნებით, გარნა თავთათვისთა და ხელისწერილსა მას ცოდვათა თქვენთასა აღუხოცელ ჰყოფთ. თქვენ რაიცა უყოთ მოყვასთა, კაცობრივი იქნთ, ხოლო კაცობრივი ყოველი მცირედ ჟამისა იარს და წარმავალ. გარნა უკვე თუ ღმერთი განრისხნას თქვენზე და მიგცნეს სატანჯველად, იგი სატანჯველი საუკუნო იარს, ვითარცა ესე რა გვაუწყებს მახარებელი. განურისხდა უფალი იგი მონასა მას და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა, ვიდრემდე გარდაიხადოს ყოველი იგი თანანადები. ესე იგი არს ვითარმედ მისცა სატანჯველსა საუკუნესა, რამე თუ იგი თანანადებისა მის გარდახტად ვერსა და შემძლებელ არს, და ამისთვის სატანჯველი იგი მისი საუკუნე არს. ვინაიდან ქველის მოქმედებითა მით ვერ შეიგონა, სატანჯველითა მით შეიგონოს. ეჰა საკვირველი. ნიჭნი ღმრთისანი შეუნანებელ არიან და დაუხსნელ, გარნა ესოდენ გარდაემატა მონისა მის უკეთურებაი, ვიდრეღა უძლოს ჯულისა მის დახსნად. რაიმცა უკვე იყო უძვირესი ძვირის ხსენებისაი, რომელი შემძლებელ არს ესე ვითართა ნიჭთა საღმრთოთა დახსნად. რამე თუ განურისხნაო მონასა მას და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა. ოდეს იგი ბრძანა განსკიდა იმისი, არ არის ხვით იყო სიტყვა იგი, ამისთვის არცა ქმნა, არამედ მიზეზსა ეძიებდა წყალობისა მისისასა, ხოლო აწრის ხვითა ფრიადითა სავსე არს განჩინება ესე და ტანჯვითა. რაი არს უკვე პირი ამისი გავისაი. ისმინეთ, რასა იტყვის უფალი. წახარებაი. ეგრეთცა მამამან ჩემანზე ცათამან გიყოს თქვენ, უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცად მან მოყვასათვისა ყოვლითა გულითა თქვენითაც თომანი მისნი, 18-35. თარგმანი, არღარა თქვა თუ, მამამან თქვენმან, არამედ, მამამან ჩემმანო. რამე თუ ვინაიდან ძვირის მოხსენეთა და უწყალოთა მიმართ მიაქცია სიტყვა ითვისი, არცა ღირს იყო მამად მათა წოდებად ღმრთისა, ესე ვითართა უკეთურთა და უმადლოთა. აც უკვე გულის ხმა ჰყავთ, ვითარმედ იგავი ესე ორსა საქმესა გვასწავებს, ერთად რაითა მეცნიერ ვიყვნეთ სიმრავლესა მას თანანადებთა ჩვენთასა და თავთათვისთა ვაბრალებდეთ და ლმობიერად შეურდებოდით ღმერთსა და ვითხოვდეთ წყალობასა და შენდობასა და მეორედ, რაითა გულს მოდგინეთ შეუნდობდეთ მოყვასთა ჩვენთა ყოველსავე ცდომასა და ამით ჯერითა ჩვენთაცა ცოდვათა შენდობასა ადვილყოფდეთ. ხოლო არა ესრეთ ლიტონად და ორგულებით ბრძანებს მიტევებასა, არამედ ყოვლითა გულითა. სწავლა ია ძვირის ხსენებისათვის. აც უკვე საყვარელო, გევედრები, ნულესავთ მახულსა ძვირის ხსენებისასა და განვაწონებთ გულთა ჩვენთა, რამე თუ ვერ არას ესრეთ გვავნებენ შემაწუხებელნი ჩვენი, ვითარ ჩვენ ვავნებთ თავთა ჩვენთა ძვირის ხსენებითა, რამე თუ სასჯელსა ღმრთისა მიერ მოვაწევთ თავთა ზედა ჩვენთა, ხოლო ძვირუხსენებლობაი თუ მოვიგოთ მერმე თავსაზე და შემაწუხებელთა და მავნებელთა ჩვენთასა დაკრბების ყოველივე ბოროტი.
ნუ იტყვი უკვე, კაცო, თუ მან ვინმე მაგინა და შემასმინა და ბევრეული ბოროტი შემაჩვენა, რამე თუ რაოდენიცა ესევით არის თქვა, უფრო ისად ქველის მოქმედად გამოაჩინებ მას, რამე თუ მოგცა მიზეზი განბანად ცოდვათა შენთა. რაოდენცა უკვე დიდად ძვირი შეგამთხვია, ესოდენ დიდადთა ცოდვათა შენდობისა მიზეზ გექმნა, და ნამდვილე უკვე თუ გვენებოს, ვერ ვისხელე ციფების ვნებად ჩვენ და, არამედ მტერნიცა დიდად სარგებელ გვეყვენ. და რად ვითყვი კაცთა? ეშმაკისა უძვირეს არავინ არს, არცა უმეტესად მტერ ჩვენ და, გარნა უკვე თუ გვინდეს, მისთაცა ბრძოლათაგან დიდი სარგებელი შეგვეძინების. და მოწამე არ სიტყვისა ამის იობი ხოლო უკვე თუ ეშმაკისა ბრძოლანი მიზეზ გვირგვინთა ექმნებიან წმიდათა, რად გეშინის მტერობისაგან კაცთა ისას საყვარელო. იხილე უკვე რაოდენ სარგებელ გეყოფის უკვე თუ სიმშვიდით და ძვირუხსენებელად თავს იდებდეს ზედა აღდგომასა და ბრძოლასა მტერთა შენთასა, პირველად და ყოვლისა უაღრესად მოტევებასა ცოდვათასა მოიღებ, მეორედ მოთმინებასა და სულგრძელებასა ისწავებ, მესამედ სიმშვიდესა და კაცთმოყვარებასა შინა წარემატები, რამე თუ რომელი ძვირის მოქმედთა მიმართ სახიერ იყოს, რავდენ უფრო ისად მოყვარეთა მიმართ ჭეშმარიტი აჩვენოს სიყვარული. მეოთხედ მრისხანებისაგან განთავისუფლდები, რომელ ესე დიდი კეთილი არს, რამე თუ რომელი რისხვისაგან თავისუფალ იყოს, იგი მწუხარებათა მრავალთაგან თავისუფალ არს და შურისაგან და სიძულილისა და განსვენებით გარდაიხდის დღეთა თვისთა. ამას ყოველსა ზედა პატიოსანიყო წინაშე ღმრთისა და კაცთა და არავინ გესუას მტერი და წყალობა ღმრთისა იბრწყინვიდეს თავსა ზედა შენსა. უკვე თუ ცოდვანი გაქუნდენ, აღიხოცნენ, უკვე თუ სათნოებანი გაქუნდენ, აღემატნენ უმეტესად ფრიად. ამისთვის საყვარელო მოვიგოთ ძვირუხსენებლობაი, რაითა საყვარელ ღმრთისა ვიქმნეთ, რაითა თანანადებნი ბევრისა მის შანთისანი მოგვეტევნენ. ხოლო მრავალი თუ ბოროტი შეგამთხვია მოყვას მან, უფრო ისღა შეიწყალე იგი და ნუ მოიძულებ, ცრემლოდე მისთვის და იგლოდ, რამე თუ არა შენ გავნო, არამედ თავსათვისსა. ხოლო შენ უკვე თუ მოთმინე იქნე, უფრო ისღა სანატრელ ხარ. გულისხმა ყავ, რამე თუ ოდეს იგი ჯვარს ეცუმოდა ქრისტე, თავისათვის ისათვის მხიარულიყო, ხოლო ჯვარმცუმალთათვის ცრემლოდა. ეგრეთსა ჩვენ გვიღირს ქმნად რაჟამს ძვირი შეგვემთხვეოდის, რაითა უფრო ისღა ძვირის მოქმედთა მათთვის ვწუხდეთ, რამე თუ მათ შეემთხვევის ბოროტი, ხოლო ჩვენ კეთილი. აც უკვე გინა თუ ვინ გაგინა, თავითვისი უმეტესად სირცხვილეულყო და არა შენ, გინა თუ შეგასმინა, თვისა სულსა ზედა ბრალი დაიკრიბა, რაითა არა ხოლო ცოდვათა თვისთათვის, არამედ ამისთვისცა მისცეს სიტყვაი, რომლისათვის შენ შეგასმინა. და რა ისაკვირველ არს ესე შენზე და უფალიცა ჩვენი იესო ქრისტე შეასმინეს მტერთა მათ და იგი არა განრისხნა და შესმენაი არა მცირე, არამედ დიდი და ფიცხელი დასთვეს მის ზედა. უკვე თუ რომლისა და ფრიადი კეთილი გეყო, ბოროტი მოგაგო, ამასცა ზედა ამისთვის გელმოდენ, რომელ ავნო სულსათვისა, ხოლო თავისა შენისათვის გიხაროდენ, რამე თუ მსგავს ღმრთისა იქმენ, რომელმან აღმოაბრწყინვის მზეთვისი უმადლოთა ზედა და ცოდვილთა. რამე თუ მოცემულ არს ჩვენ და ხელმწიფებაი, უკვე თუ გვენებოს ბაძვად ღმრთისა, რაოდენ შესაძლებელ არს ბუნებასა შინა კაცობრივსა. გარნა უკვე თუ ესე დიდად გიჩნს და უმეტეს ბუნებისა, მოვედ გიჩვენე მონანი მისნი, რომელნი ჩვენისა ამის ბუნებისანი არიან. იხილე იოსებ, რომელმან შემდგომად ესოდენთა ბოროტთა კეთილი უყო ძმათათვის და იხილე მოსე, რომელსა მრავალი ძვირი შეამთხვიეს ებრაელთა და იგი მათთვის ევედრებოდა ღმერთსა. იხილე ნეტარი პავლე, რომელსა აღრიცხუაცა ვერ ეძლო ბოროტთა მათთა და ცეცხლებ რეტყინებოდა სიყვარულითა მათითა. იხილე სტეფანე, რომელსა დაჰკრებდეს ქვასა და იგი იტყოდა, უფალო, ნუ შეურაცხა მათ ცოდვასა ამას. საქმე 7:60
ესე ყოველივე გულისხმობთ საყვარელნო და განვაგდოთ ჩვენგან ყოველი რისხვაი და ძვირის ხსენებაი, რაითა ჩვენცა მოგვიტევნეს ღმერთთან თანანადებნი ჩვენი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდით ურთშვენის დიდებაი, სიმტკიცე, პატივი და თაყვანისცემაიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.